საღამომშვიდობისა. ეთერშია კვირის ინფორმატორი მაესტროს მთავარი თემით ამტანი. უფრო კონკრეტულად კი დღევანდელი გამოშვების ანონსი ასე გამოიყურება. ტელეშოუ ამტანის საკვირაო დღიური, მეორე კვირის მიმოხილვა. ფერადის სახლიდან გამოსული ამტანი გოგონას ტელეპორტრეტი და ინტერვიუ პირდაპირ ეთერში. კომპანია არტპრომი და სტუდია მაესტრო 9 ივნის 16 რაუნდში კონცერტზე გიწვევს. სტუდიის სტუმარი კახაბერი. როგორც იცით, ამტანთან მეორე კვირა პირველთან შედარებით გაცილებით უფრო აუტანელი და რთული გამოდგა. თუ საწყის პერიოდში ისინი ერთ რაზმად ჩამოყალიბდნენ და დიდი ერთსულოვნება შეინიშნებოდა, მეორე ნახევარში აშკარად იიმატა დაძაბულობამ, წარმოიშვა კონფლიქტები და ჯგუფებად დაყოფის მცდელობაც კი დაფიქსირდა. მოკლედ უფრო დაწვრილებით ამტანების ფერად სახლში განვითარებული მოვლენების მეორე კვირის შესახებ კვირის ინფორმატორის საკვირაო დღიურიდან შეიტყო. დაგიხურავს ჰარალალი ჰარალალო გუდი გვერდზე დაგიხურავს აპარტა ვარის აგებხარო ჰარალალი ჰარალალო რიგით მეორე კვირას ამტანის სახლში მოვლენების ისეთ განვითარებას, როგორიც ეს ამავე სახლში ახალი წევრის შესვლის შემდეგ მოხდა, არავინ ელოდა. ნიკა ნიკოლაძის თამაშიდან გამოთიშვის შემდეგ მაყურებელთა ხმის უმრავლესობით ამტანთა სუპერრაზმს ახალი მოთამაშე ირაკლი ცინცაძე შეუერთდა. ახალი წევრის სახლში შესვლამ კი სიტუაცია არამხოლოდ რადიკალურად შეცვალა, არამედ გაამწვავა კიდეც. მეორე კვირასვე მაყურებელი ამტანთა სუპერრაზმის აშკარა დაშლის მომსწრე გახდა. მეორე კვირის პირველივე დღეს სერიოზულად დაისაჯა სანდრო ჟღენტი, რომელსაც დანარჩენმა ამტანებმა მხარი დაუჭირეს და ტრადიციულად დანაშაულის საკუთარ თავზე გადანაწილება გადაწყვიტეს. რის გამოც ყველა ის ნივთი დაკარგეს, რომელიც პირველ კვირას ფერად სახლში შევიდა. სანდროს დანაშაული კი იმაში მდგომარეობდა, რომ იგი შთაბეჭდილებების ოთახში იმ დროს შეიჭრა, როდესაც მაია მიხაბერიძე მაყურებელს ესაუბრებოდა. ახალმა მოთამაშე ირაკლი ცინცაძემ სახლში შესვლისთანავე უნდობლობა გამოუცხადა გენერალ სანდრო ჟღენტს და გადაწყვიტა ამტანებთან ერთად ვარჯიშიც არ მიიღო მონაწილეობა. ამავე დღეს ამტანების სახლში წამყვანმა კარტი შეიტანა. როგორც ჩანს, მოთამაშეებში მოხერხებულობამ გაიღვიძა და კარტის თამაშისას საწერი პასტის უხონლობის გამო მათ იოდიც კი გამოიყენეს. გადარჩი ამავე დღეს ფერად სახლში ამტანი ფართიც გაიმართა და თვითშემოქმედებითი მუსიკალურ-ინსტრუმენტული საღამოც. დღის ბოლოს სანდრო ჟღენტს, როგორც წესი, არ უღალატია თავისი ჩვევებისთვის და ამჯერად ენერგიის რეალიზაცია პოეტურად გადაწყვიტა. კომბალი მომე, თავში მინდა ვირთხა. ვაიმე, გამოხდა კუთხიდან ვირთხა. აი მამე, აქ მოდის კატო. სათანი კატო. მეთკინა მგონი, მე ჩემი თავი, არ მინდა მე თქვენთვის ავი. არ მინდა მე თქვენთვის ავი რა არის პროსტატ ხდები. აიო, სანდრო, მე აგზავნე. კომბალი? მომეცით, ვარდები ჩქარა. გავიქცეთ ვირბინოთ ხალხში მარდათ. გავიქცეთ მარცხნივ. გავიქცეთ მარჯვნივ, ვაიმე რაქნა, რომანის გაჯი, ცოტა რიტმში ხალო რაც მოხან. ეხა შენ გადადიხარ არა ლექსი, არამედ წამყვანმა ამტანებს კიდევ ერთი თამაში შესთავაზა. მაფიოზობანა. მაფიოზი ყოველთვის მოულოდნელად ლაშა ჩხარტიშვილი აღმოჩნდა, რომელიც დანარჩენ 5 პოლიციელს უნდა აღმოეჩინა და დაეპატიმრებინა. ამისთვის კი მოთამაშეებს წამყვანი არც მეტი, არც ნაკლები კატლეტებს, მარწყვს, წვენს და თქვენ წარმოიდგინეთ ღვინოსაც კი დაპირდა. ლაშა ჩხარტიშვილმა გადაწყვიტა დაენდო დანარჩენი ამტანები და მიანიშნა მათ, რომ მაფიოზი სწორედ ის იყო. თუმცა კარგად იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში იგი ვერაფერს მიიღებდა იმ დაპირებული საჭმლიდან, რომელიც მამუკაღლონს ფერად სახლში მომდევნო დღეს უნდა შეეტანა.
სამაგიეროდ ამტანებმა ლაშას მაინც დაუფასეს ასეთი საქციელი და გუდულში მხოლოდ მისთვის იყიდეს საჭმელი. მეათე დღეს ამტანების სუფრა ასე გამოიყურებოდა. მოკლედ 1-5-ისთვის და 5-1-ისთვის პრინციპი ფერად სახლში მეორე კვირის დასაწყისში ჯერ კიდევ მოქმედებდა. მე ზუსტად ისეთი ყველია როგორიც თქვა. სხვათა შორის ამტანები ძალიან ცუდი მოთამაშეები აღმოჩნდნენ. მამუკა ღლონთან მათ 3 ხელი ნარდი წააგდეს და ამის გამო დღიური 10 ლარიდან მხოლოდ 5 დარჩათ, რომელიც ლაშას საჭმელში დაიხარჯა. ეს უკვე იყო არაპროფესიონალური სვლა, აქ უკვე ნერვები ჩაერთო თამაში. დავიჯერო ვერც ერთი ვერ მომიგებს თუნდაც ერთ პარტიას. მეორე კვირას სახლში კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა. ირაკლისთვის სიგარეტის ყიდვა ამტანების დღიური 10 ლარიდან გარკვეული თანხის გაღებას მოითხოვდა. სანდრო ჟღენტმა ირაკლი ცინცაძეს ურჩია სხვების მსგავსად უარი ეთქვა სიგარეტზე, რის გამოც მათ მსუბუქი კონფლიქტი მოუვიდათ. ეს საკითხი ბოლოს ისევ წამყვანმა გადაჭრა. მან ირაკლის ერთი კოლოფი სიგარეტი შეუტანა და სანაცვლოდ მოსთხოვა, რომ ბოლო ღერის მოწევამდე მას სიმღერით ელაპარაკა. როგორც ჩანს, ამ დავალებამ ნამდვილად ვერ მოხიბლა ირაკლი და ბოლოს მან გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. სიგარეტს თავი დაანება. მე ხლა პრინციპში ვცდილობ ხელი შეგიცმოთ თქვენ. სიგარეტი ერთი კოლოფი თქვენია. იმ პირობით რომ სანამ ბოლო ღერს არ მოწევთ, სულ ლაპარაკობთ სიმღერით. მალე ამტანის სახლში მეშვიდე წევრი გაჩნდა, ქართველი ტარაკანი პუპსიკა. იმისთვის რომ ამტანებს 6 გემრიელი ვაშლი მიეღოთ, მათ პუპსიკა დიდი სიამოვნებით ასეირნეს საკუთარ ხელებზე. ამის შემდეგ იგი წამყვანმა 2 დღით დატოვა სახლში იმ პირობით, რომ თუ 2 დღის შემდეგ მოთამაშეები მას ცოცხლად ჩააბარებდნენ, საჩუქრად შემწვარ ქათამს მიიღებდნენ. სახლში ყოფნის მეორე დილითვე პუპსიკა დაუკითხავად შეიჭრა გოგონების ოთახში და მათი სიმყუდროვე დაარღვია, რასაც სანდრო ჟღენტის გაბრაზება მოყვა. ამ ყველაფრის მიუხედავად დათმულ დროს ამტანებმა ქართველი ტარაკანი სახლში სამწუხაროდ ვერ იპოვეს, თუმცა მისი პოვნა დიდად პრინციპში არც უცდიათ. მეათე დღეს გაირკვა ისიც, რომ ამტანებს კვირის ბოლოსთვის კონცერტი უნდა გაემართათ, რომლის პროგრამაც ცნობილი ქართველი მომღერლების როგორც სოლო, ისე პოპულარული დუეტებისგან შედგებოდა. ამტანებს სიმღერების ტექსტები დაურიგდათ, ყველაზე ვრცელი ტექსტი თეა ხამაშურიძეს ერგო. ამავე დღეს გადაწყდა, რომ პარასკევს ფერადის სახლის სტუმარი ირაკლი ჩარკვიანი იქნებოდა. მალე ამტანებმა ვარჯიშსაც მოუკლეს, რაც გუნდში არაერთსულოვნებით იყო გამოწვეული. ირაკლი ცინცაძის სახლში შესვლის დღიდან რადიკალურად შეცვლილ სიტუაციას ისიც დაემატა, რომ ამტანები 2 გუნდად დაიყვნენ. ყველაზე თვალშისაცემი თეა ხამაშურიძის, ლაშა ჩხარტიშვილისა და ირაკლი ცინცაძის ტრიო აღმოჩნდა, რომლებიც პერიოდულად იკრიბებოდნენ მწვანე ოთახში და დანარჩენ 3 მოთამაშეზე საკუთარ ხშირად ნაკლებად კორექტულ აზრებსაც კი გამოთქვამდნენ. ამავე კვირას ისიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ თამაში 3 გოგოდან ერთ-ერთს უნდა დაეტოვებინა, რამაც განსაზღვრა კიდევაც ამტანთა ერთდროს სუპერაზმად წოდებული 6-ეულის მოსალოდნელი დაშლა. ფარსი ეს ყველაფერი. მომისმინეთ რომ ეხლა რო ჩემმა შეყვარებულა თქვა მე არ ვყავს ხო? როგორც ჩანს, ბოლო დღეებში მიღებულმა კარგმა რაციონმა ამტანები ცოტა გააზარმაცა. თუმცა ისიც აშკარაა, რომ მათ განწყობაზე გუნდში გაჩენილმა განხეთქილებამაც დიდად იმოქმედა, რის გამოც მოთამაშეებმა მე-11 დღის უმეტესი ნაწილი ძილში გაატარეს. იმისთვის, რომ ამტანები მოქმედებაში მოეყვანა, წამყვანმა მათ ლობიოს მოსავალი ააღებინა. მთელ სახლში გაფანტულ ლობიოს ამტანები სრულ სიბნელეში აგროვებდნენ. სამწუხაროდ მოსავალი მათ არ დარჩათ, რადგან მამუკა ღლონტმა ოთახში დარჩენილი 3 მარცვალი მაინც აღმოაჩინა. რომ თქვენ ხედავდით ამტანების გამოსახულებას, მაგრამ აქ შუქი არ იყო, აქ იყო უკუნის სიბნელი. გასულ კვირას ნატა გულიაშვილი იმის გამო დაისაჯა, რომ იგი შთაბეჭდილებების ოთახში შესულ ლაშა ჩხარტიშვილს რამდენიმე წამის განმავლობაში უსმენდა. დანარჩენმა მოთამაშეებმა მისი გადარჩენის მიზნით გადაწყვიტეს დღიურ 10 ლარს გამოთხოვებოდნენ. გამონაკლისი მხოლოდ ირაკლი ცინცაძე აღმოჩნდა, რომელმაც ამავე 10 ლარიდან საკუთარი ლარი და 66 თეთრი მოითხოვა და შესაბამისად ნატას დახმარებაზეც უარი განაცხადა. მე მაინტერესებს აღიარებთ თუ არა თქვენ? რომ თქვენ უსმენდით განმარტოებას. ნამდვილად რაღაც წამები უსმენდი, ვაღიარებ. აღიარებთ.
საწერი პასტა, რომელიც წამყვანმა ამტანებს შეუტანა, მოულოდნელად გაფუჭდა, რის გამოც სახლში სერიოზული კონფლიქტი მოხდა. ამასჯერ ლაშასა და სანდროს შორის ჩხუბი, შემდეგ კი მაიასა და ირაკლის შორის სერიოზული შეკამათება მოხდა. ლოგიკური იყო ისიც, რომ წამყვანმა ამტანებს ამავე დღეს საინფორმაციო გამოშვების მომზადება დაავალა, რომლის ერთ-ერთი თემაც სახლში წარმოქმნილი კონფლიქტები აღმოჩნდა. თუმცა ამის გარდა ამტანი ნიუსში მოთამაშეებმა კულტურაზე, სპორტზე და ამინძეც კი ისაუბრეს. ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ამტანი. ჩვენ არ ვიცით, როდის გავდივართ ეთერში კონკრეტულად, რადგანაც დროის შეგრძნება მთლიანად დაკარგული. დროის შეგრძნება მთლიანად დაკარგული გვაქვს. დღეს დილით ტრადიციისამებრ ამტანთა სახლში დაიწყო ვარჯიშები ამის თაობაზე. გადაცემის ბოლოს ჩვენი სპორტული მიმოხილველი სანდრო ჟღენტი გესაუბრებათ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ორმა ამტანმა თეა ხამაშურიდან დედილო და ლაშა ჩხარტიშვილმა არ ინებეს, უბრალოდ ვერ შეძლეს ბოლომდე ევარჯიშოთ. განაგრძობთ. თქვენ როგორც იცით, ჩვენს ამტან სახლში ჩამოყალიბდა სპორტულ გამაჩანსახებელი კლუბი, სპორტული ორთაბრძოლები, რომლებიც არიან ჩემპიონები. ხოთ, შევბრძანდით. გაბრძანდით? გაბრძანდით? საბოლოოდ ამტანის სახლში მაინც ამოქმედდა ჯუნგლების კანონი, ანუ იმარჯვებს ის, ვინც ძლიერია. ამიტომაც ყველა მოთამაშემ საკუთარ თავზე დაიწყო სერიოზული ზრუნვა. ერთსულოვნების დაკარგვა ამტანებს ყველაზე მეტად პარლამენტის სხდომის გათამაშებისას ეტყობოდათ. ქვეყნის მინი მოდელის საპარლამენტო სხდომა თავისი განწყობით და შესაძლოა ხარისხითაც აშკარად არ გავდა არც ოტელოს და არც ორი დღით ადრე დადგმულ საინფორმაციო გამოშვებას. ამ ყველაფრის პარალელურად დაიწყო სერიოზული ფლირტი მაიასა და სანდროს შორის, რომელიც გასული კვირის ბოლოს აქტიურად ვითარდებოდა საძინებელში, საპირფარეშოში და დიდ ოთახში. ამტანებს კიდევ ერთი დავალების შესრულება მოუხდათ, როგორც წესი, მათზე წამყვანმა ფსიქოლოგიურად კიდევ ერთხელ იმოქმედა. თანაც იმდენად, რომ მოთამაშეებმა უბრალოდ სანთებელის ანთებაც კი ვერ შეძლეს და ამიტომაც დღიური 10 ლარიდან 8 დაკარგეს. თუმცა მოგების, ანუ სანთებელის სამთვლაზე ანთების შემთხვევაში შეეძლოთ მიიღოთ 25 ლარი, ნელსაცხებელი თვალის ფანქარი და კიდევ რამდენიმე მათთვის მნიშვნელოვანი მოხმარების საგანი. ამავე კვირაში მათ 5 ლარის ძიებაში სათამაშო კურდღელიც კი შეიწირეს, თუმცა ეს 5 ლარი უბრალოდ სავარძელში იყო დამალული. მიუხედავად ყველაფრისა, მე გაძლევთ უფლებას, თუ ბატონი ირაკლი ისურვებს, გაგენაწილოთ ტრაპეზა. პარასკევს დაგეგმილი კონცერტისთვის რეპეტიციები სახლში ჩხუბისა და სერიოზული კონფლიქტის ფონზე მიმდინარეობდა. მე-12 დღეს ამტანებს რეპეტიციის გავლა სიბნელეშიც კი მოუხდათ, რის გამოც მათ სერიოზული განცხადებები გააკეთეს და მიტინგიც კი მოაწყვეს. ხმამაღალი გამოსვლებით და არც მეტი, არც ნაკლები მუქარებითაც კი. ამის შემდეგ სახლში ელექტროენერგია დაბრუნდა. ამტანებს უკრიბდა! სონია დაგეძებდი სანთლი. ჩაო. დაგიპოვე დაბნეული სადღაც შორს კარგი ყოცამი და ეგრე რა ვქნა ხვალ პარასკევს ამტანებმა სტუმარს ირაკლი ჩარგვიანს კონფლიქტური სიტუაციების მიუხედავად მაინც გაუმართეს საკუთარი ძალებით დადგმული კონცერტი. სამაგიეროდ კი მეფესთან საინტერესო საუბარი და სპეციალურად მათთვის შესრულებული ცნობილი კომპოზიციები მიიღეს. ამავე დღეს მამუკა გლონცხა ფერად სახლში ბანანებით შეიტანა და მოთამაშეებს მათი შეჭმა ასეთი წესით შესთავაზა. You are so beautiful. To me, you are so beautiful. To me, can't you see? You're everything I hope for. Everything I need. Ready to ride.
კვირის ბოლოს ყველა მოთამაშეს კარგად ახსოვდა, რომ შაბათს ფერადი სახლის 3-დან ერთ-ერთ გოგონას უნდა დაეტოვებინა. საინტერესო აღმოჩნდა ისიც, რომ მათგან არც ერთმა არ იცოდა ვის ჰქონდა იმუნიტეტი. ვიდრე გაგდების არც თუ ადვილად დასატანი და მით უმეტეს გადასატანი ცერემონიალი დაიწყებოდა, ფერად სახლში კიდევ ერთი, ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კონფლიქტი მოხდა სანდროსა და ირაკლის შორის. ირაკლი ცინცაძე, რომელიც მაყურებლის აზრით ამ ტანებს შორის ყველაზე მეტად არის მიდრეკილი კონფლიქტური სიტუაციებისკენ, კიდევ ერთხელ გახდა ჩხუბის მთავარი გმირი. ამასთან იგი მხოლოდ სანდროსთან ხმამაღალ კამათს არ დასჯერდა და საკმაოდ არაკორექტული სიტყვებით ნატასაც გაუმასპინძლდა. ნუ იცით ხალხო ეგრე რა. კაი გოგო რა. ვიღაცა რაღაცა დაუჭირონ რა ისეთი რა. გააკეთებ ხუთს. მოგოთ იმენა დაგიჭირე. მოდი. ხო ნატა მაჯიმანების დედო ხალი ხარ და ბოდიში. არ ვიცი და ვაღიარებ. მაგას არ არ ვიცი მე აჯიმანიები. კარგად ჩერებ, ჩემს გამოთქო ძმაო, არ შეიძლება არ შემიძლია. აი, სულ ერთი გაჩერებ. არაფერს არ გაჩერებ, მე ჩემს გამოთქო. არ მოიწერო შენ. შენ ბიჭო ესე ხო არ ხარ, ას გამოთქო მისთანაც გინდა. ხელების გარეშე კი არა მართლა არ აგივარდეს დავში ბიჭო და იცოდები საგონდა ლაპარაკი. ას მთხოვა აბა მისთანაც გინდა, ჩემთან ორი ლაპარაკი ბიჭნეთ ეგრედე. მისთანაც გინდა ისე ლაპარაკი, გინდა მაიკოსთან ლაპარაკი, გინდა რაშასთან გინდა. გაიგე ბიჭო შენ. და იცოდე, გაიგე მისთანაც ვერ ჩაერებ და მიგაწეხავ ფეხებს მე გინდა. გააჩერე ბიჭო უნდა და წადი შენ ძარი ბიჭო. მიყვირი სამეთქი გადი ახლა. აუ შენ უატლიკინებ კიდე ვაზდელინივით ენას რა გააჩერე. გააჩერე შეგაფუჭებ ახლა თვალებში. ბიჭო, თათა ნუ გაახურე მართლა გაიგე? დღის ბოლოს განმარტოების ოთახში ამტანები თამაშის დაწყებიდან უკვე რიგით მეორედ შევიდნენ იმ მიზნით, რომ იმ მოთამაშის წინააღმდეგ მიეცა თქმა, რომელსაც პროექტი ამტანი უნდა დაეტოვებინა. სხვათა შორის კვირის განმავლობაში მწვანე ოთახში გადაბარგებული ტრიოდან ორნი, თია ხამაშურიძე და ლაშა ჩხარტიშვილი ხშირად ცვლიდნენ საკუთარ ვერსიებს და ვერ გადაეწყვიტათ საბოლოოდ ვისთვის მიეცა თქმა. ამავე დროს თავს დანარჩენ ორ გოგონაზე ნაკლებად კორექტული საუბრითაც ირთობდნენ, რაზეც მაყურებელი არც თუ დადებითად რეაგირებდა. საბოლოოდ განმარტოების ოთახში სიტუაცია ასე განვითარდა. სამი ხმა გაგდებაზე მიიღო თეა ხამაშურიძემ. იგი მაია მიქაბერიძემ, სანდრო ჟღენტმა და ნატა გულიაშვილმა დაასახელეს. ასევე სამი ხმა მიიღო ნატა გულიაშვილმა. მოწინააღმდეგეები ირაკლი ცინცაძე, თავად თეა ხამაშურიძე და ლაშა ჩხარტიშვილი იყვნენ. რადგან ხმები გაიყო, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი იმუნიტეტის მქონე მაია მიქაბერიძის ხმამ გადაწყვიტა და პროექტი საბოლოოდ თეა ხამაშურიძემ დატოვა, რასაც რა თქმა უნდა არ მოელოდნენ მისი გულშემატკივრები ლაშა ჩხარტიშვილი და ირაკლი ცინცაძე. მოკლედ თეამ საკუთარი ნივთები სიმღერით ჩაალაგა და სახლი დატოვა. მისი წასვლის შემდეგ კი ამ ტანებს შორის არც თუ სასიამოვნო საუბრები გვიან ღამემდე გაგრძელდა. ნიკასის დიდი პარკი რო გავატანა, აი ეს უნდა ჩავტვირთ. ჰა? ეს უნდა ჩავტვირთ. დღეს ფერად სახლში კიდევ ერთი ახალი მოთამაშე გვანცა პაპუაშვილი შევიდა. ბოლო წუთში მეგონა რომ არ შევიდოდი, მაგრამ ოდესაც დავირეკეს აი ძალიან გამიხარდა და თელი მელიქიშვილიც ავედი დაინგრა. სიხაროლისკენ. მე ვეცდები ყველანაირად რომ გუნდი შევკრა, ერთად იყვნენ ბავშვები და ვიცხოვრთ ხალისინად კარგად და მეგობრულად, რაც თავარია, მეგობრობა არის პირველ რიგში. ირაკლი ჩემი მეგობარია, ლაშა თეატრალურიდან ვიცნობ, მაიკო ჩემი სკოლელი იყო, თიაც თეატრალურში სწავლობს და ალბათ უფრო ევიტო და თან რაღაც ხიარული ვარ და რა ვიცი, ალბათ ახალ სიტყვა შევიტა რამდენში. აი ასე საინტერესო ჩაიარა მეორე ამტანმა კვირამ და ასე დაიწყო გვანცასთვის რთულად ან შეიძლება სულაც იოლად ასატანი ცხოვრება. რეკლამის შემდეგ ჩვენ შემოგთავაზებთ სიუჟეტს დღეს უკვე ყოფილი ამტანის თეა ხამაშურიძის შესახებ. ნახავთ როგორ მიიღეს ის გუშინ ღამით საკუთარ სახლში ფერადი სახლიდან გასვლის შემდეგ. თქვენ კი თუ გაქვთ შეკითხვები თეასთან, შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერზე 91 00 63 და ის გასცემს პასუხებს თქვენს კითხვებს. რეკლამის
ლომა კვირის ინფორმატორის ეთერში. შეგახსენებთ მაესტროს ეთერში თქვენ უყურებთ კვირის ინფორმატორს და როგორც უკვე იცით, რამდენიმე წუთში ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება დღეს უკვე ყოფილი ამტანი თეა ხამაშურიძე, ამტანური ზედმეტ სახელით დედა, რომელიც გუშინ გამოეთიშა თამაშს. თქვენ როგორც გითხარით, შეგიძლიათ აიღოთ თქვენი ტელეფონი და დაარეკოთ ჩვენი სტუდიის ნომერზე 91 00 63. ახლა კი მისი მინი პორტრეტი ვნახოთ კვირის ინფორმატორის ეთერში. პროექტ ამტანის თამაშის წესების მიხედვით რიგით მეორე კვირას ფერადი სახლი გოგონას უნდა დაეტოვებინა. ამჯერად სახლის გარეთ დარჩენილი ამტანი თეა ხამაშურიძე აღმოჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო გაგდებული მოთამაშე, თამაშიდან გამოთიშვისთანავე იმ აუცილებელ ნივთებზე ალაპარაკდა, რომლებიც მას 2 კვირის განმავლობაში ყველაზე მეტად აკლდა. მათ შორის, რა თქმა უნდა, ნელსაცხებელიც იყო, რომელსაც თეა წამყვანს ფერად სახლში ყოფნისას ყოველდღიურად სთხოვდა. 2 კვირიანი პაუზის შემდეგ გაგდებულ მოთამაშეს ოჯახის წევრები და მეგობრები ასე ხდებოდნენ. ნიკა! ჩემოლა მარტო. თოხე დიდი. მოთამაშე თეა ხამაშურიძეს, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი და ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, თამაშიდან გამოთიშვის შემდეგ ასეთი განწყობა ჰქონდა. ერთი წუთით ამწყდება გული, რომ დღეს მე წამოვედი. თუმცა მინდოდა დიდი სურვილი მქონდა, კიდე ცოტა ხანი გავჩერებულიყავი, თუნდაც არა ბოლომდე, იმიტომ რომ 5000 ნამდვილად არაფერი არ არის პირადად ჩემთვის. 5000 არა, 125000 მიღირს მე ის 3 ადამიანი, ვინც იქ გავიცანი და იმაზე მეტი მილიონები შეუფასებელია ჩემთვის ლაშა, იკა და ნიკა. ამის გარდა თეა ხამაშურიძე თამაშიდან გამოსვლისთანავე სხვა ამტანებზეც ალაპარაკდა. მე გული მწყდება და არ მინდა რომ ლაშამ და იკამ ჩემი წამოსვლით იქ რაღაცა ცუდად იქცნონ თავი და ყურები ჩამოყარონ. შეიძლება მithქმა მოთქმაც მოყვა რაღაცა, რომ ჩვენ აი გავიყავით და 3 კაცი ვიყავით იქ და რაღაცა ეგრე არ იყო, მოხდა ძალიან დიდი კონფლიქტები და გაყოფა მოხდა ყველაფერი იმის გამო, რომ სანდროს არ აქვს ტაქტი. ძალიან კეთილი ადამიანია, შემიძლია მე ეს თქვა, უბრალოდ არ აქვს ტაქტი და არ იცის ხალხთან ურთიერთობა. მას გონია თავისთავი ყველაზე მაგარი და გონია რომ რაზმი და მეტი არაფერი არ არსებობს. სინამდვილეში ჩვენი 6 ადამიანი ერთჯერ ქვეშ ვიყავით და კი რაზმი, რაც უნდა ის უწოდეს, მეფე უწოდოს თავის თავს, რაზმი, გენერალი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უფლება არ აქვს მას, რომ ვინმე რომელიმე სხვა მონაწილეს მან ხმამაღლა უთხრას რაღაცა, ანუ დაუყვიროს, რასაც ის ძალიან ხშირად აკეთებდა. მართალი გითხრათ, პირველი 2 დღე გამიჭირდა იმ სახლში, მეტი მე არ გამჭიროებია არაფრის მხრივ. რაც შეეხება ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ისინი ამტან თეა ხამაშურიძეს ასე ახასიათებენ. დაბადებიდან იყო ძალიან ცელქი. 9 თვის ასაკში უკვე გადაყლაპული ქონდა. კინძის თავი, თუ სადმე რამეს მიაგნებდა, ძალიან ცელქი. 220 ვოლტიანში დაბადების დღე ქონდა ლაშიკოს და ეს რაღაც რკინის რაღაც მოძებნა შეურჭო. და ინაღა მაგვაფეთქა, ანუ დენმა დაარტყა. ცელქი იყო, მაგრამ იყო უზომოდ ჭკვიანი, ძალიან ჭკვიანი. არის ძალიან მობილიზებული, ძალიან დალაგებული, ჭკვიანი. ჩემი დედა, მე არა ვარ ამის დედა, ესაა ჩვენი დედა ყველასი. რჩევა როცა მჭირდება, ამხელა ხალი ვარ, ძალიან ხშირად ვეკითხები, რა ვქნა დედა. ყველანაირად დალაგებული ბავშვია, იცით? მე შემიძლია ამას ვენდო დავეყრდნო, ანუ აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. ამხელა გოგო და მე ამისგან არასდროს პრობლემა არ შემქმნია არაფერში. 5 წლის იყო და როდესაც კითხეს, აი ყურძენს რომ წურავენ, ღვინოს აკეთებენ ჩურჩხელებს, ეს რა პერიოდია? და 30 ბავშვი იყო, ეს იყო 29, 29 ბავშვმა ვერ გაიგო რა იყო. და ნაელი მასწავლებლებს შეწურული შემოდგომა. ეს რეალიტი შოუ რომ გამოცხადა, ისეთი ბედნიერი იყო, ასე თქვა, იქნებ ვინმეს დავჭირდე, იქნებ ვინმეს მოვეწონო და წამიყვანოს, რაღაცა ნორმალური სამსახური მინდაო და
მე არ ვიცი ახლა ეს რამდენად რეალურია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტა ხნით აი ესე ორი კვირით გადაერთო. ყავამ დედა, ყავაზე უყურებდით. არა ვიცოდი კაცო. ეხლა ისა მაგრამ პირველი ადრეს რო დავისაჯე, საგეჭირეს დრო შემყო. მაჩაბელი მოვიდა იქ ხამის 4 საათზე. პანჩებთან და პიროდა. მაჩაბელი მოვიდა. მიხო არ ხარ და კივილები, ცივილები და ნუ იქ ხალხი ზოგიერთი დაიბოვმა. თი არის ბრწყინვალე ადამიანი, შესანიშნავი, უსაყვარლესი და უერთგულესი მეგობარი. ძალიან გამიხარდა რომ მოხდა ამ პროექტში, რომ მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში. ძალიან გულშემატკივრობდით, არა მარტო მე, არამედ სულ ყველა მისი მეგობრები. აქ დამსწრე მეგობრები რასაც ქვია და ცოტათი გულიც დაგვწყდა რომ გამოეთიშა ასე ვთქვათ ამ თამაშს. მაგრამ რა სიზამთრე, თამაშია. ძლიერი პიროვნება, იმიტომაც ალბათ მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში და გაძლო მე მგონი, ნამდვილად აიტანა ეს სიტუაცია და აიტანა იქ მყოფი ადამიანები, ყველა სხვადასხვა ხასიათი ჰქონდა და მე მგონი ძალიან ძნელია რომ პირველივე დღეს ფსიქოლოგიური დატვირთვა მიიღო ესეთი და მაინც გაძლო და იყო შენ, ანუ იყო ისეთი როგორიც ხარ მეგობრებთან, როგორიც ხარ სახლში, ოჯახში და როგორიც ხარ საერთო და არ ითამაშო ნამდვილად რა. აი მე რო უყურებდი ყოველდღე ვადევნებდი თვალს, როგორიც არის თეა ნამდვილად ესეთი იყო. მოკეიფე ადამიანია, უყვარს კეიფი, უყვარს ცეკვა, კარგი დროს ტარება. მოკლედ, ამტანი კიდევ ერთი მოთამაშის გარეშე დარჩა. 2 კვირის განმავლობაში მაყურებელი ფერადის სახლის სხვა წევრებთან ერთად თია ხამაშურიძესაც ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და იგი ამტანური ზედმეტსახელით დედილო და აშკარად ძლიერი ხასიათით დაამახსოვრდა, რომ არაფერი ვთქვათ ბიგ თიკოს სიმღერის მონდომებულ შესრულებასა და გულახდილ საუბრებზე მეგობრებთან. და როგორც უკვე არაერთხელ გითხარით, დღეს ჩვენი სტუმარია თეა ხამაშურიძე, რომელიც გუშინ გამოვიდა ფერადის სახლიდან საღამომშვიდობისა თეა. როგორ განწყობაზე ხართ? კარგი. როგორ გონიათ, რატომ გამოეთიშეთ თამაში? იცით რა არის? ესე ვერ განსაზღვრავ ხარ, რატო გამოვეთიშე. მართალი გითხრათ, ის 2 კვირა ძალიან კარგად დამამახსოვრდა, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ვერ გავედი ბოლომდე რაღაც ეტაპამდე მაგრამ ჩემთვის თავარი იყო არა მოგება იმდენად კი არა და საერთოდ არ იყო მოგება იქ თავარი და რაღაც ეს თანხა და 5000 რამდენადაც როგორც აღნიშნე ჩემი თავარი მიზანი იყო გარემოს შეცვლა მეგობრების შეძენა რაც მე ეს გავაკეთე როგორც ვთვლი რომ ნიკა, იკა და ლაშა ჩემი მეგობრები არიან და იქნებიან ყოველთვის. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვისურვებდი და მე ვფიქრობ რომ მათი სურვილიც ასეთი იქნება. ჩვენ ხელს არაფერი არ გვიშლის. რაც შეეხება დანარჩენ წევრებს. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ მე გული დამწყდა იქ რომელიმეზე რომ აი ვინმე მე დამასახელა. არანაირად არ დამწყდა გული და გეტყვით რატომ. მაიკო ძალიან ჭკვიანურად მოიქცა. ჩემი აზრით, ზუსტად თამაშის პრინციპს გაყვა მაიკო და მისთვის ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგე. მან აღნიშნა კიდეც, რომ მან მოიშარა ძლიერი, ძალიან ძლიერ პიროვნებად მიაჩნი ხართ და ამიტომაც მოგიშარა. დიახ, იმ სახლში ასე ვთქვათ, 3 გოგონადან მაინც ლიდერობით გამოვირჩეოდით მე და მაიკო. ამიტომ ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო მან მე რო დამასახელა. თუმცა თქვენ საიდან იცოდით რომ ლიდერობით გამოირჩეოდით? თქვენ არ გქონდათ ბოლო დღეების მონაცემები? თქვენ აი რა ინტუიციით გრძნობდით ამას? საერთოდ ინტუიცია მაქვს გაძლიერებული და მაგის გარდა პირველი ესე იგი კვირის დასაწყისი 3 თუ 4 დღე ჩვენთვის ცნობილი იყო. 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი ჩვენთვის ცნობილი იყო და ლიდერობდი. ანუ გოგონებს შორის ლიდერობა მე მქონდა, რაც ბატონმა მამუკამაც აღნიშნა და შემდეგ უკვე ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი უკვე ჩვენთვის ეს ცნობილი არისო, რომ რაღაცა გავლენა არ მოეხდინა გადაწყვეტილებაზე ამას. რაც შეეხება ნატას
ნატას შემიძლია ერთი რამ თქვა. კი, გასაგებია ეს თამაშია, მაგრამ ეს არ არის თეატრი და ეს არ არის კინო. ეს არის რეალიტი შოუ. და რეალიტი შოუს პრინციპების მიხედვით მე ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სხვანაირად უნდა ეთამაშა ეს თამაში და ანუ თქვენ თვლით, რომ ნატა თამაშობდა და ორპირობდა, როგორც ეს გუშინ მან ლაშამ უთხრა და ამის გამო საკმაოდ სერიოზული უსიამოვნებაც წარმოიშვა. ორპირობას ნამდვილად არ დავაბრალებ, იმიტომ რომ თუ მე რამეს ხელმოსაჭიდი არ მაქვს, მე არასდროს ადამიანს ბრალდებას არ უყენებ. ეს ჩემი ცხოვრების პრინციპია. რადგან მე არ მაქვს არანაირი ხელმოსაკიდი, ამიტომ მე მას ორპირობას არ დავაბრალებ. მაგრამ მეტისმეტად გადაჭარბებული ემოციები ამ ადამიანში, მეტისმეტად გადაჭარბებული კონფლიქტური სიტუაციები ძალიან ხშირად, მე არ ვიცი, ალბათ მაყურებელი თვალყურს ადევნებს და ვინც უფრო ისე აქტიურად არის ჩაბმული ამ თამაში, მიხვდება, რომ უმეტესად ჩხუბი ხდებოდა, რაღაც პროვოკაცია ხდებოდა, ანუ თქვათ ნატას მოქმედება არ მოსწონდა იკას, ამ დროს იკა და სანდრო ეჯახებოდნენ ერთმანეთს და ამ დროს ნატაც ერეოდა. ან თქვათ იყო სუფთა მამაკაცური გარჩევა იქ. ხო, როგორ გონიათ ეს პროვოკაციები განგებ გამიზნული იყო თუ უბრალოდ შემთხვევით რაღაცის გამო მერე იგებოდა? იცით რა არის, ესე მე ვერ ვიტყვი, რომ პროვოკაცია იქ აგებული იყო. უბრალოდ შეიძლება ერთი შეხედვით მაყურებლისთვის არც თუ ისე ძნელია იმ სახში ყოფნა. მაგრამ დამიჯერეთ მერწმუნეთ, მე იქ 2 კვირა დავყავი და ნამდვილად უფრო რთულად არის საქმე, ვიდრე გონია ხალხს, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა ადამიანია, 6-ვე რადიკალურად განსხვავებული ადამიანი თქვენ წარმოიდგინეთ, მაგის გარდა ყველას თავის ხასიათები, ყველას თავისი რაღაც გამოხტომები და თუმცა თქვენ ამისთვის წინასწარ მზად იყავით. რა თქმა უნდა, მზად ვიყავით და ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ყველა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ არ გამოაშკარავებულიყო რაღაცა ეს კონფლიქტები და რაღაც. მაგრამ ნუ ალბათ უფრო ეს მორალური მხარე და სულიერი რაღაც ცოტა დაცემები, ცოტა იქ შიმშილმაც იმოქმედა. მე თუ მკითხავთ, ამტანი იმის ამტანი უნდა იყოს, რომ ის შიმშილი აიტანოს. თუმცა მე არ ვიცი ახლა როგორ ჩანდა და რა ჩანდა. ვერც ერთი მონაწილე კი იტანდნენ. იმიტომ რომ უნდათ არ უნდათ იტანდნენ, მაგრამ იყო ძალიან ხშირად წუწუნი, ფშია, ამის გამო ხასიათის ცვალებადობა იყო. იყო კონფლიქტები. ანუ საჭმელი, როდესაც არ იყო საკვები სახში, იწყებოდა ერთმანეთის ჭამა, ასე ვთქვათ. და ამის გამო ხდებოდა, მე ვფიქრობ, ყველაფერი კონფლიქტი. თან ნერვიული სისტემაც ყველას არ აქვს მწყობრში. აღნიშნავ მაგას. და თუმცა ისინი დღეს იქ არიან და ამტანები ქვიათ, თქვენ უკვე ხართ ყოფილი ამტანი. კი, რა თქმა უნდა, ერთი წუთით არ მწყდება გული და გეტყვით რატომ არ მწყდება ამაზე გული. მე პრინციპში კიდევ გავიმეორებ, რაც მინდოდა, იმას მივახციე. გამოიცვალეთ გარემო. გამოვიცვალე გარემო, შევიძინე მეგობრები, მცირე რაოდენობა ეს თუ ბევრი, 3 არ არის. ერთი ადამიანი რო შეიძინო ძალიან კარგი, ისიც ძალიან დიდი განძია, მე ასე ვთვლი და 3 ერთად ხომ საერთოდ. კარგი, თეა ჩვენ მაყურებელი ყავს ხაზზე საღამოშვიდობისა ელენე გისმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში თეა აი ძიცი ყოველს გამოხატავ შენთან. ძალიან მინდოდა რომ დარჩენილიყავი, გარკვეულ ეტაპამდე მაინც მისულიყავით ბოლომდე არა, მაგრამ აი ისიც მინდოდა რომ გაგემარჯვებინო. შენ აღნიშნა რომ ეს $5,000 შენთვის არაფერი არ იყო, მაგრამ აი მინდოდა რომ ანტალიის საგზურით ლაშაც დაგეყვანა და აი ეს ძალიან მინდოდა, ძალიან მიყვარდა შენს, ნიკაც, ლაშაც, იკაც ძალიან შემეყვარდა. აი ვაფასებდი შენში აი შენ ინტელექტს, განათლებას, რაც შენ მეტყველებაში გამოიხატებოდა. აი არ ვიცი როგორ გამოვხატო, რა იმდენად დალაგებული, მობილიზებული ადამიანი ხარ და გისურვებ ყველანაირ აი მთელი ცხოვრების განმავლობაში გისურვებ წარმატებას, შენ რაც თავარია შეიძინე მეგობრები და ეს ყველაზე ძვირფასია, ვიდრე ფული, საგზური და სხვა. ამდაგვარ რაც თავარია შენ მართლა რაღაცა ბევრი ალბათ შეიძინე ამ 2 კვირის განმავლობაში და იმედია რომ ამ პროექტის დამთავრების შემდეგ ისევ გააგრძელებთ თქვენ 4 მეგობრობას. ერთი რაღაც მაინტერესებს. თუ გაქვს აი სიტყვაზე
როგორი რითი შემიძლია ან იმეილი ან დამერ რომ დაგინვესტიჭონ რაღაც. აქვე მე ჩავერავი, მე მაყურებელს ვეთქვი, რომ ხვალ 5 საათზე თეა იქნება სანეტის ფორუმში, სტუმრად ჩართული იქნება ვებკამერაც და თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ჩართვაში დააფიქსიროთ თეას იყოფნა, შეგიძლიათ დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა, რომელზეც თეა გაგცემთ პასუხი. სამწუხარო უბრალოდ რომ ხვალ არანაირად არ შემიძლია და დაუნა. ასევე შაბათს შეგიძლიათ მოსწეროთ SMS-ები მაესტროს პირდაპირ ეთერში, ის იქნება ჩემი მოვა სიყვარულე და შენ თია კოცნი ძალიან და გული არ გაიწეხო არაფერს. მადლობთ დარის. მადლობთ ელენიკო, თუ შენ ესე ძალიან გინდა ჩემთან ურთიერთობა და მეგობრობა იქნება ეს თუ უბრალოდ გაცნობა, მიწერ-მოწერა ანუ იმეილების სახით. მე შემიძლია მაესტრო სტუდიაში დაგიტოვოთ ჩემი ან იმეილი, ან ნომერი და შენ აუცილებლად შეძლებ დაკავშირებას და რეკე სტუდიაში და აუცილებლად ეთერს მიღმა ჩვენ გადავცემთ. გადავცემთ, იმიტომ რომ ეხლა საქვეყნოდ ვერ გამოვაց. მიყვარხართ და დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. თეა, მე ძალიან მაინტერესებს თქვენი ოჯახის წევრების, ახლობლების, ნათესავების რეაქცია თავიდან, როცა გაიგეს, რომ შედიოდით ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, როგორი რეაქცია იყო და როგორი იყო რეაქცია გუშინ, როცა უკვე დაბრუნდით სახლში. ესე იგი, ეს შოუ როდესაც გამოცხადდა, თქვენ წარმოიდგინეთ, მე საერთოდ არ ვიყავი ამ დროს სახლში და დედაჩემმა დამირეკა და დამირეკა იმის გამო, რომ დაწყებული აი რუსეთში რეალიტი შოუებიდან გამომდინარე ძალიან მიყვარდა და ძალიან სულ ყოველ დღე აი სკოლად რო იყო რაღაც დომდვა ყოველთვის ვადევნებდი თვალყურს და დიდი სურვილი მქონდა რომ საქართველოშიც ესეთი რაღაცა პროექტი ყოფილიყო, სადაც თქვათ მონაწილეობას მივიღებდი. და მე თვითონ მოусმინე და ვიფიქრეთ და ბედის მონახევრია თქო და გამიმართლა. მე ვფიქრობ რომ გამიმართლა. მე არ ვფიქრობ რომ მე წავაგე რამე და არც არასდროს არ ვიფიქრებ ამას. მე როდესაც შევიდოდი ბატონ მამუკას უთხარი რომ ასეთი კითხვა დაისვა რომ თეა შენ რაც არ უნდა მოხდეს შენინებით დატოვებ პროექტს. ჩემი პასუხი იყო არა. იმიტომ რომ მე რასაც ვაკეთებ ბოლომდე, ხოლო ხალხის ნება უკვე გასაგებია. მოითხოვა სხვამ წამოვედი, მაგრამ მე ის რომ იქ რაღაცა მისე ძლიერ შემაწუხა რომ მე პროექტი ჩემინებით დამეტოვებინა, ესეთი რაღაცა არ მოხდებოდა. ოჯახის რეაქცია საკმაოდ ნორმალური იყო. ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი მშობლები, ჩემი ახლობლები სულ ყველა მენდობიან მე, იცოდნენ რომ მე იქ არაფერს ისეც არ გავაკეთებდი, რომ ან ოჯახი შემერცხვინა, ან რაღაცა ვთქვათ და იციან კიდევ რომ საკმაოდ ამტანი პიროვნება ვარ და ძლიერი ბუნების ადამიანი, ძლიერი ხასიათით გამოვირჩევი. ეს მაიკომაც აღნიშნა და დიდი მადლობა მინდა მაიკოს გადაუხადო ამისათვის გულწრფელობისათვის. რასაც იქ ძალიან ბევრი არ აკეთებდა. გამოსვლას რაც შეეხება აღარ შეგაწყენს თავს, ბაბუა მყავს მე ძალიან სწორედ მინდოდა მეკითხა როგორ დაგვხვდათ ბაბუა. ვიცით რა არის ძალიან ცუდად დამხვდა ბაბუა, ესე იგი რაც წავედი, ესე იგი ამ პროექტში თურმე ტელევიზორში მოხუცია ძალიან და როდესაც მიყურებ და მიდიოდა ეკრანთან და გამოდი სათხარ ესეთი რეაქციები იყო და ლოგინად ჩავარდა. იმდენად განიცადა, იმიტომ რომ ბოლო 4 თვეა მეუვლითი ბაბუას. ახლა შეიძლება ახალგაზრდობამ და თინეიჯერმა მასამ ეს ვერ გაიგოს, მაგრამ ცოტა უფრო მოზრდილი ასაკის ხალხი მიხვდება, რომ ჩემთვის მთავარია ოჯახის წევრები და რამდენად მნიშვნელოვანია და ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული ის არის არ ვნანობ რომ პროექტი დავტოვე, რადგან 2 კვირის მანძილზე ბაბუა ჩემი უბრალოდ ვერ დგებოდა და დღეს დილით ადგა ჩაიცვა და ძალიან გახარებული სახით მიყურებდა და ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა რომ ჩემს ბაბუას რაღაც თვეები დარჩენია თუ რაღაცა აი ეს სიხარული მივანიჭე და მის გვერდით ვარ. ჩვენ ისე მაყურებელი ყავს, მაკა გიზმეც აღამშვიდობთ. გამარჯობათ. კარგად. მაკა მაჩაბელი. ძალიან გამიხარდა რომ მომეცა საშუალება მივმართვა მაკა მაჩაბელს პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ ძალიან რამდენიმე დღეა უკვე გეძებთ და ვერ მოგაგენით, მაკა მე მინდა გთხოვოთ რომ ძალიან გთხოვთ. ნუ აწუხებთ ჩვენს ამტანებს, ეს ძალიან მოქმედებს მათ რეიტინგებზე და მათ
იქ ცხოვრება და ძალიან გთხოვთ მოღარ მიხვალთ იმ მისამართზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. მადლობთ. უკაცრავად რომ შემოგეჭერეთ. ხასია. თუდად ისმოდაო და გადაურეკავთ თავიდან. კარგი. თეა, მე ძალიან მაინტერესებს, როგორ გონიათ, რა იყო ისეთი, რის გამოც თქვენ დაიმსახურეთ ხალხის სიმპათია, ან რას ფიქრობთ, აი დაუშვათ, რის გამო გააღიზიანებდით მაყურებელს, რა თქმა უნდა, ორივე მხარე ერთნაირად იქნებოდა თქვენს მიმართ. რა თქმა უნდა, ეხლა გეტყვით, ალბათ ჯერ დავიწყებ იმითი, რაც შეიძლება მათ მოსწონებოდათ. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია. მე ვფიქრობ, რომ სიმპათია დავიმსახურე, ვინც ჩემში დაინახა ის ბუნებრივობა, ის ძალა და ის შემართება, რა შემართებითაც მე ამ სახლში შევედი, ამ ფერად ლამაზ სახლში შევედი. პირველი კვირა იყო ძალიან შეიძლება ითქვას მეტისმეტად იდეალური. მაგრამ ნიკას წასვლის შემდეგ ძალიან შეიცვალა ყველაფერი, მაგრამ მე ამას არანაირად არ უკავშირებ ნიკას წასვლას და იკას შემოსვლას. უბრალოდ აი თქვენ თვლით, რომ ირაკლის შემოსვლამ რაღაცნაირად არ შეცვალა გარემო? იცით რა არის? იკას შემოსვლამ შეიძლება ისედაც უნდა შეეცვალა, ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ერთი ადამიანი მეორეს ვერანაირად ვერ ცვლის. აბსოლუტურად სხვა ტიპაჟი შემოვიდა და თავისთავად შეიცვლებოდა, რა თქმა უნდა, შოუც და ყველაფერი, მაგრამ აი ეს ბრალდებები, რომელიც თქვათ ბოლო დღეებში წამოვიდა, რაღაც თითქოს და ჩვენ გუნდებად გავიყავით, მართლა ეს ასე იყო, შეიძლება ითქვას, მაგრამ თლად ასეც არ იყო. ეხლა აგიხსნით რატომ? უბრალოდ ადამიანმა, მე ახლა კერძოდ მაქვს საუბარი სანდროზე. ის ძალიან შეიძლება ითქვას კარგი გულის ადამიანია, ნამდვილად კარგი გულის ადამიანია, მაგრამ მეტისმეტად ბევრი ემოცია აქვს, გადაჭარბებული ემოციები აქვს, მეტისმეტად დარწმუნებულია თავის თავში და შეიძლება ითქვას, რომ ეს მე ამაზე ძალიან ბევრჯერ თვალი მქონდა დახუჭული და უბრალოდ რეაქცია არ მქონია და რეაგირება არ მიყოლია ამას, მაგრამ ის სხვა საკითხია, რომ მე გოგო ვარ და გავჩუნდი უბრალოდ და დაუთმე და შევეცადე, რომ სახლში კონფლიქტი არ ყოფილიყო. ხოლო მეორეა, როდესაც მამაკაცს უპირისპირდება. და ამიტომ მე რაღაც უთანხმოებები მოხდა. უთანხმოებები მოხდა იმის გამო, რომ რა ვიცი, ესე ჩანდა თითქოს ეხა უარყოფით მხარეს ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი SMS-ი მოდიოდა, აი უკვე ბოლოს გამაგებინეს, რომ ჩვენ ძალიან გვიყვართ, გაფასებდით, მაგრამ შენ ჭორიკანა ყოფილ ხარ. ერთ რამეს აღვნიშნავ. პატივცემულო ტელემაყურებლებო. ჭორაობას მე არ ვიცი თქვენ რას ეძახით. ჭორაობა ის არის, როდესაც ჩუმად შეიკეტები და ილაპარაკებ. ეს შეიძლება ამ სახით ჩანდა, მაგრამ ეხლა გეტყვით სინამდვილეში როგორ იყო. მე ის რაც უთხარი ჩემს მეგობრებს, ანუ იკას და ლაშას, თქვათ თუნდაც ცალკე ოთახში, მწვანე ოთახს, რომელსაც ვეძახთ და ხშირად იქ ვიყავი ბოლო დღეები, იმიტომ რომ მე უკვე ვიცოდი, რომ ნამდვილად დავტოვებდი პროექტს და მართალი გითხრათ, ცოტა სურვილიც მქონდა, რომ დამეტოვებინა. მინდოდა, რომ ჩემს ყველაზე ახლო ხალხთან გამეტარებინა ეს ბოლო დღეები. ხოლო რაც შეეხება ამ ჭორაობას, ჭორაობა ნამდვილად არ ითვლება ის, რომ მე ჯერ თქვათ საერთო ოთახში პირში ვეტყვი ადამიანს, რომ იცი რა, მე ეს არ მომწონს და მე ეს არ ვთვლი, რომ ეს სწორია. და შემდეგ თქვათ შევალ და როდესაც მოხდება გვიან შევიდოდი ჩემს მათ ოთახში, ბიჭების ოთახში და თქვათ იგივეს მოუყვებოდი, რომ იცით, აი ესე უთხარი მე პირში და დამეთანხმან, შემეწინააღმდეგა. ჩემი აზრით ეს სულაც არ არის ჭორაობა. ნუ ეს უკვე მაყურებლის გადასაწყვეტია. ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი. ჩვენი საუბრის ბოლოს მე მინდა გკითხოთ, რა იყო თქვენთვის ამტანი? ანუ თქვენ ამბობთ, რომ ყოველთვის მოგტანდათ რუსული და უცხოური პროექტები. აი მე დარწმუნებული ვარ, მაესტრო ალბათ გააგრძელებს ასეთ შოუებს, როდესაც დამთავრდება ამტანი, იქნება რამე სხვა ასატანი ან რაღაცა, თუ გექნებათ სურვილი, რომ ისე მიიღოთ ასეთ შოუში მონაწილეობა. ეხლა მე გეტყვით, დღეს კი არა და ხოლმე მე მგონი დღეს იყო კიდევ ესეთი კითხვა დასმული და უარი განაცხადე, თუმცა დაუფიქრებლად თქვი ეს, მაგრამ არც ნანობ, ალბათ არ მივიღებ და გეტყვით რატომ.
ეს იყო პირველი. მიუხედავად იმისა, რომ მალე გამოვედი, მაინც იყო პირველი, შევედი პირველი, დავიწყეთ ყველაფერი ნულიდან, რაც ის ძალიან მახარებს ეს ყველაფერი. რაც შეეხება მივიღებ თუ არა მონაწილეობას, მე უფრო სხვა გეგმები მაქვს ჩემს მომავალ ცხოვრებაში. მინდა დავიწყო სამსახური. მართალი გითხრათ, ალბათ იცის ყველამ რა პრობლემაა საქართველოში საერთოდ ნორმალური სტაბილური სამსახურის შოვნა და თუ კი არაფერი არ მოხერხდა, ალბათ სექტემბერში თუ არა ოქტომბერში მე საქართველოს დავტოვებ, იმიტომ რომ ერთი წელია უკვე. ანუ თქვენ გაიარეთ ის ერთი ეტაპი, რომელსაც ერქვა რეალურ შოუში მონაწილეობის მიღება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მიიღეთ ამ შოუში მონაწილეობა, გამოიჩინეთ ესეთი სიმამაცე, რომ პირველ რეალურ შოუში მიიღეთ მონაწილეობა. ალბათ თქვენ 13 მონაწილე ქართული ტელევიზიის ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერებით. და ახლა მე მინდა გადმოგცეთ ის საჩუქრები, რომლებმაც ჩვენმა სპონსორებმა გამოგიგზავნეს. დავიწყებ აი თქვენი საყვარელი ჰიპერმარკეტი Goodwill-ის 5%-იანი ფასდაკრების ბარათით. ეს ბარათი მოქმედებაშია მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე. ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა დაგჭირდეთ Goodwill-ში პროდუქციის შეძენა, ამ ბარათით ყოველთვის გექნებათ 5%-იანი ფასდაკლება. ისევ ერთი ბარათი ფასდაკლების, ეს არის ამჯერად 20%-იანი ფასდაკლების ბარათი, რომელსაც შუქნით მოგზაურთა კლუბი, სააგენტო, ნებისმიერი მიმართულებით შეგიძლიათ იმოგზაუროთ ამ დაკლებით. კომპანია Colgate Palmolive გადმოგცემთ ესე დამამშვიდებელ საჩუქარს, ეს არის ულამაზესი კალათი, რომელშიც მოთავსებულია ჰიგიენური პროდუქციის 1 წლის მარაგი, ეს ძალიან ძიმეა და მე ვერ გადმოგცემთ მას პირდაპირ ეთერში. და უნდა აუცილებლად ჩამოვთვალო რეების შედის. აქ ეს არის 12 პალმოლივის ხაბგელი არომათერაპია, 12 პალმოლივის თხევადი საპონი ანტისტრესი, 12 კვილის პასტა Colgate Sensivity, 6 კვილის ჯაგრისი მასაჟორი, 12 ლედის პისტიკი 24/7 გელი, პალმოლივის შამპუნი არომათერაპია, ასევე 12 ცალი და 3 ცალი მინის საწმენდი აჯაქსი და აქვე იმასაც გეტყვით, რომ ზუსტად ასეთივე პრიზი გადაეცემა ნიკა ნიკოლაძესა. და გობოლოს ტელეშოუ ამტანის გენერალური სპონსორისგან მაგთიკო კომპანია მაგთიკომისგან თქვენ გადმოგეცანთ ძალიან ძვირფასი საჩუქარი, ეს გახლავთ 1000 ლარიანი ბარათი, ანუ ნომერი ძალიან პრესტიჟული, მე აქ შეგნებულად არ ვასახელებ რა თქმა უნდა ამ ნომერს და გადმოგეცემათ მონობარათების მთელი კომპლექტი, რომელიც შეიცავს ყველა ნომინალს, ესე იგი 5, 10, 15, 30 და 60 ლარიან მონობარათებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ და კარგად განდევთ. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის და სულ ყველა ჩემს თაყვანისმცემელს თუ შეიძლება დავამატებ. დიდ მადლობას გიხდით, რომ ყველანაირ სიტუაციაში მიგებდით, პირადად მე ხა ჩემ თავზე ვისაუბრებ და მოუწოდებ სულ ყველა ჩემ თაყვანისმცემელს, რომ ხარი დაუჭირონ ლაშას და იკას. ეს ნუ რა თქმა უნდა ჩემი აზრია, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მათ გაიმარჯვონ, რადგან ისინი ჩემი მეგობრები არიან. ეს თქვენი უფლება, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა. ჩვენ კი რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში და გიამბობთ ერთი ძალიან საინტერესო და მოსალოდნელი კონცერტის შესახებ, რომელსაც კომპანია ArtPromi და სტუდია Maestro ერთობლივად წარმოგიდგენთ. და სად ამის შესახებ რეკლამის შემდეგ. მე შეგახსენებთ მაესტროს ეთერში კვირის ინფორმატორია და ახლა მინდა წარმოგიდგინეთ ჩემი სტუდიის სტუმარი, ყველასათვის საყვარელი მუსიკოსი კახაცისკარი და შოუ ბიზნესური მეცახელი კახაბერი, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის ბაგა. საღამომშვიდობის თვითონ ტელემაყურებლები. მინდა დავიწყოთ საუბარი იმით, მე ვთქვი, რომ გაიმართება ძალიან საინტერესო კონცერტი, როდის და სად ამაზე ჯობს თავად გვიამბოთ. ნუ გაიმართება მგონია ის ახლა წარმოდგენა აქვს უკვე ხალხს, ეს იქნება 9 რიცხვში, 16 რაუნდში. ეს იქნება სრულიად ცოცხალი კონცერტი. უკვე ზედმეტი ამაზეც მე მგონი ლაპარაკი რაღაც ძალიან აქცენტირებას ვაკეთებთ, ხო, მაგრამ ნუ როცა ბენდი მუშაობს სცენაზე და ამდენი მომღერალი, მართლაც ალბათ ერთხელია რომ ვილაპარაკოთ, იქ რო იყოს შეიძლება იყოს ფაქტია რომ მე მგონი რომ უკვე წარმოდგენა აქვს ხალხს ეს თუ ისე ამ ჩვენს პროექტთან დაკავშირებით, სახელწოდებით Art Forum-ი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროექტს აბსოლუტურად.
აი ეს მე მგონი რაღაცა თქვენი მუშაობის პრინციპია, რომ მუშაობთ აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებულ სტილზე, მუსიკალურ სტილებზე და მიმდინარეობაზე და ასევე რადიკალურად განსხვავებულ შემსრულებლებთან. რატომ აირჩიეთ ასეთი გეზი? რატომ არ ფიქრობთ, რომ რაღაც ერთ ჟანრში იმუშაოთ? იცი რა, ჯერ ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ მუსიკოსები ვართ პირველ რიგში. ჩვენ ძალიან ვცდილობთ ამ ეტაპზე და ყოველთვის ვეცდებოდით უბრალოდ ეხა უფრო მეტი საშუალება ალბათ გვეძლევა. იმისათვის რომ პოპულარიზაციაში გავიყვანოთ მუსიკოსები. თუ ადრე აქცენტირება ხდებოდა მხოლოდ სოლო შემსრულებელ ვოკალისტზე, ჩემ ინტერესებს დიდი ხნის წინ საერთოდ იყო იდეაში ჩადებული იმასთან დაკავშირებით, რომ მუსიკოსის პოპულარიზაცია მოხდარიყო, იმიტომ რომ მე თვითონ მუსიკოსი ვარ და ასე ვთქვათ, მუსიკას მაინც მუსიკოსი ქმნის. და რაც შეეხება ჩვენი კომპანიის კონცეფციაზე მუშაობის, ეს არის ესეც საკითხი, რომ როცა ჩვენ დავიწყეთ ჩამოყალიბება ჩვენი სტუდიის, ის უნდა ყოფილიყო განსხვავებული თავიდანვე, რაღაც თავისი მიმართულებით, თუნდაც იმითი, რომ ყველას არ შეეძლებოდა ვთქვათ მუშაობა ამ სტუდიაში. ეს არის მხოლოდ მუსიკალური თუ საპროდიუსეროც? საპროდიუსერო, რა თქმა უნდა, საპროდიუსერო, რამე თუ ამ ეტაპზე ჩვენ მუსიკალური პროდიუსერები ვართ და ვქმნით პროდუქციას, მუსიკალურ პროდუქციას. ნუ არა მარტო მუსიკალურ პროდუქციას, თუმცა ყველაფერთან ვაერთიანებთ მუსიკას, რამე თუ გვინდა რომ შოუ-ბიზნესი წინ წავიდეს და ასეთ მუსიკის პოპულარიზაცია მოხდეს. და რაც ზაზეთ პრეტენზია გვაქვს, ის არის მაინც ხარისხიანი მუსიკა. ანუ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება პოპი, ეს იქნება რეჩიტატივი, ეს იქნება ჯაზ-როკი თუ რა, ოღონდ ნუ ვცდილობთ მაქსიმალურად რომ იყოს ხარისხიანი. იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია ხარისხიანი პროდუქციის შექმნა. ამისთვის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს დღესდღეობით. ძალიან ბევრი კომპანია წარმატებული, ქართული, რომელიც ასე ვთქვათ, ხარისხიან პროდუქციას უშვებს, ხო? და აქედან გამომდინარე ჩვენ დავიწყეთ მუშაობიც რა არ გვინდოდა რომ გვემუშავა, ვთქვათ, სიტყვაზე მარტო ჩვენ, ანუ ეს არ არის მარტო იმაზე დამოკიდებული, რომ მე ვმუშაობ პირადად ან მარტო სტეფანე. ჩვენ ძალიან საინტერესო ხალხი გვყავს, რომელსაც უბრალოდ ვაძლევთ ინფორმაციას, სწორად ვაწოდებთ მასალას, რომელზეც იწყება მუშაობა. და კომპანიაში აუცილებლად იქნება ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქტი, რომელიც ასე ვთქვათ, არ ემსგავსება რა, ხშირ შემთხვევაში სტუდიებს ძალიან ბევრ სტუდიას დაემართა ის მომენტი, რომ რაც შეიძლება მეტი ფული გაეკეთებია ერთ ადამიანს, ამის გამო ცდილობდა ყოველთვის თვითონ მას შეექმნა, მხოლოდ მას შეექმნა პროდუქტი. აქედან გამომდინარე, ერთი ადამიანი ბევრ ამის ვერ გაწვდება და გინდა არ გინდა ეს პროდუქცია ემსგავსება. ესეც მოხდა პრინციპში საქართველოს რეალობაში, შოუ-ბიზნესის რეალობაში, დღევანდელ რეალობაში. სადაც ძალიან ბევრი მსგავსება მოხდა. სიმღერების, არანჟირების და ასე შემდეგ რა. ამიტომაც რაღაც მოჭამა თითქოს თავისი დრო. ხო, ამიტომ ჩვენ ყველა იმ გათვალისწინებით ჩვენი ანუ პრაქტიკიდან გამომდინარე, რაღაც ჩვენი ასე ვთქვათ ცხოვრების განმავლობაში ხო არაერთი რამ ჩაგვიტარებია, გავუკეთებია. ჩვენი შეცდომებიდან გამომდინარე თუნდაც გავითვალისწინეთ ყველაფერი ეს და ჩვენი სტუდია გვინდოდა რომ ყოფილიყო განსხვავებული. მე ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე მართლაც განსხვავებულია ჩვენი სტუდია. თუ გვინდა რომ გავყიდოთ პროდუქტი, უხეშად რო ვთქვათ, ხო, ის არის მრავალფეროვანი, ეს არის ხარისხიანი და სხვათა შორის ისიც არ არის, რომ ბევრი იძახის, რომ აი თქვენ მაგალითად ყველას არ უშვებთ თქვენთან სტუდიაში, არა, როგორ გეკეთებათ, ჩვენთან არის განყოფილება მეორე, რომელიც მუშაობს ყველასთვის. თუმცა ის რაც შეეხება რომ ანუ თუმცა ყველას თქვენ არ უწევთ პროდიუსერებს. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის არის რაღაც შემოსავლის ასე ვთქვათ წყარო, ხო? თუმცა ის რაც გაიგივება შეიძლება მოხდეს ჩვენს კომპანიასთან, ხო, ჩვენს სახელთან, ჩვენს იმიჯთან, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა სხვა შეხედულება გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც იმიჯის მომენტი უფრო გვაინტერესებს და მით უმეტეს ამაში რა თქმა უნდა კომერციაც არის გათვალისწინებული. იქიდან გამომდინარე, რომ აი თუნდაც ამ პროექტში, არ ფორუმში არის 8 აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტი, რომლის არჩევა შეიძლება მოდით აქვე ჩამოთვალოთ ვინ არიან ეს 8. ამ ეტაპზე ჩვენ მე რამდენადაც ვიცი თქვენი პირველი დემო კონცერტის შემდეგ შემომატებაც გაქვთ და ყავთ ახალი ტრიო. შემომატებაც გვაქვს, სხვა შორის ეს სიტუაცია იყო. თქვენი ეთერის საშუალებით ხვალ ალბათ იხილავს ხალხი, თუ არ ვიცი როდის იქნება ან ზეკ, ეს უკვე თქვენ გადაწყვიტოთ, თუმცა ჩვენ წარმოვიდგენთ, ხო? ვაჩვენებთ თუ როგორი რამ მოხდა ჩვენს ასე ცხოვრებაში, იყო ეს სიტუაცია, მე სტეფანე და მაია შევედით სახაჭაპურიაში საჭმელად და იქ სამი ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა ისდა და უკრავდნენ გიტარას და მღეროდნენ. რადგან ჩვენ მუსიკოსები ვართ, მივხვდები რომ პროფესიონალურია თუ არაპროფესიონალური, იმდენად პროფესიონალური შესრულება იყო, რომ რა თქმა უნდა ყურადღება მიიქცია.
სტეფანი გადავიდა უცებ გაესაუბრა და თხოვა რომ ჩვენთან გამოსულიყვნენ. მოვიდნენ ჩვენთან, ჩვენ მოვისმინეთ და ნუ აი მე არ ვიცი გენიალურად სასრულებენ. მართლა ისინი 18-დან 22 წლამდე არიან, ეს არის ტრიო, ქალაქური სიმღერების შემსრულებლები. ეს არსებული ტრიო იყო და რაღაც არა, ეს იყო მეგობრები უბრალოდ, ეს იყო მეგობრები უბრალოდ, თურმე რომელიც ისინი სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლებში მღერიან. და ამ ეტაპზე ისინი უბრალოდ ერთად შეიკრიბნენ. იმ დღეს ისხდნენ და მღეროდნენ თავისთვის. ამ მომენტში უბრალოდ ჩვენ მოვისმინეთ მათი ესე ვთქვათ სინთეზი. ვნახეთ, დავინახეთ ახალგაზრდა, რაც გასაკვირი იყო პირველ რიგში ჩვენთვის, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ცისფერი ტრიოს ვარიანტი დღეობით რაღაც დამაინტერესებელი რატომღაც არავისთვის არ არის. ნუ ალბათ იმიტომ რომ არ არის, ნუ არ მიეწოდება ამ ჯერ თუ ახალგაზრდებს რაღაც სხვა მომენტი აქვს არ მოსწონთ თუ რა არის, თუმცა ეს ქართულია, თბილისურია, ქალაქურია. ძალიან მოსაწონია ჩვენთვის, იმიტომ რომ აი ესეთი ახალგაზრდები 18-დან 22 წლამდე მე მართლა არ მეგონა თუ აი ესეთ სიმღერას დასხდებოდნენ და იმღერებდნენ, შეასრულებდნენ. მოკლედ დაინტერესება გამოიწვია აი ამან, რომ კიდევ ერთი განსხვავებული პროექტი ყოფილიყო ჩვენს art forum-ში. აქედან გამომდინარე ჩვენ მათ წარმოადგენს 9 ივნის, ამათთან დაკავშირებით თქვენ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მაყურებელს მიაწვდით. ანუ მათი პრემიერა შედგება ამ 16 რაუნდში, 9-ში. რაც შეეხება დანარჩენი უკვე art forum-ის მონაწილეები, ანუ ამაში შედის კიკი, რომლის ისე ვთქვათ pop art-ი მსგავსი რაღაც ალბომი დაუმზადეთ ჩვენ. და ის მოხოს მომავალში გამოჩნდება. ლიკა შუბითიძე ასე თუ ისე ცნობილია ძალიან ბევრისთვის უკვე და მისი ალბომიც ჩვენთან იწერება. მე წავდგები მაყურებლის წინაშე სხვა ინტერპრეტაციით ჩემი ცნობილი რამოდენიმე სიმღერით. მაია დასმელიძე, რომელიც ასევე ერთი ცნობილი სიმღერით, ხოლო ერთი ახალი სიმღერით, ინგლისურენოვანი, სტეფანე და ჰამიდი. რა თქმა უნდა, აი ეს ისე და ჯგუფი art forum. რაც შეეხება ჩვენს მუსიკოსებს, ძალიან კარგი მუსიკოსები და ყველა ეს შემსრულებელი, ვინც გამოვა ამ კონცერტზე, აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან. ყველას აქვს თავისი მიმართულება მუსიკალური, ასე რომ მსმენელისთვის ძალიან სასიამოვნო მე ვფიქრობ კონცერტი იქნება, პრინციპში ეს უკვე აპრობირებულია, რამე თუ ჩვენ ბერიკონში ვის უკვე ჩავატარეთ, ესე ვთქვათ, საპრეზენტაციო და იქ ძალიან ისეთი ხალხი იყო, სერიოზული ხალხი იყო, კარგი მსმენელიც იყო, ცუდი მსმენელიც იყო და გამოხმაურება მოყვა ისეთი პრინციპში, როგორც ჩვენ გვინდოდა რომ ყოფილიყო. იმაზე მეტ მართალი გითხრათ არ ველოდებოდით, თუმცა რასაც ველოდებოდით, იმაზე მეტი იყო მართალი გითხრათ და ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მსმენელი ძალიან კმაყოფილი დარჩება, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულების ყველა სტილში, ასე ვთქვათ, შეიძლება რომელიღაც რაღაცას მე არ მოვწონვარ ელემენტარულად, შეიძლება ვიღაც არ მოსწონს, თუმცა იმ პროექტში, რომელშიც მონაწილეობს ამდენი ხალხი და ეს 9-ში წარდგება, ასე ვთქვათ, სიქსტინავში ყველასთვის, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ასიამოვნები გავა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მთლიანი კონცერტიდან არ არსებობს სიამოვნება არ მიიღოს ადამიანს. კახაბერ, მე მინდა ჰამიდზე კითხვა, თქვენ როგორც პროდიუსერებმა, თუ რა თქმა უნდა საიდუმლო არ არის, თუ შეგიძლია ამიცნოთ, რა ნიშნით გააკეთეთ მასზე ფსონი. ანუ ფიქრობთ, რომ ქურთული ეთნოსი კარგად გაყიდვადი პროდუქცია გახდება? ხო, ალბათ რადგან ვფიქრობთ, იმიტომაც მოვკიდეთ ხელი, რამე თუ პრინციპში ისე და ისე დაუბრუნდები. მაყურებლის, მსმენელის რა ასაკობრივ კატეგორიაზე გაქვს გათვლილი? ის რა ზუსტად ეგ არის, რომ ეს მუსიკა არის გათვლილი აბსოლუტურად ყველას. ეს არ არის გათვლილი, ეს არის მიღებული, ასე ვთქვათ, ყველასთვის და მისაღები. იგივე ეს რაც ბერიკონში მოხდა, იმიტომ რომ ხამიდის გამოსვლის თანავე მთელი საწყვავ მოედანი იყო სავსე და ძალიან დიდი ენერგეტიკა მოდიოდა თვითონ შემსრულებლისგან. ეს არის მუსიკა, რომელიც იწვევს, ასე ვთქვათ, ადამიანს საწეკვაოდ. იძლევა იმის ენერგიას, რომ შენ მაქსიმალურად გაერთო. ეს არის რაი ქვია ამ სტილს, რომელსაც ასე ვთქვათ, არაბი შემსრულებლები, ხშირ შემთხვევაში ფრანგებიც უკვე იყენებენ აი ამ სტილისტიკას
შესრულების ძალიან ასე ვთქვათ პოპულარულია და ეს არის რაის სტილის მიხედვით ჩამოყალიბებული პროექტი, ასე ვთქვათ. და ეს არის მართლა ყველასთვის მისაღები და ძალიან სასიამოვნო, რაღაც გასართობი. თუმცა იცი რა ხალის იძლევა ძალიან კარგს რა გართობის მხრივ და მე ვფიქრობ ყველა მაყოფილი იქნება ძალიან. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ მინდა გითხრათ ჯგუფ Art Forum-ზე, რომელიც ყველაფერ ამას უკეთებს ესეც არჩევლებრივ ცოცხალა კომპანიებობას, მე მაინტერესებს. თუ მე არ ვარ პროექტ Art Forum-ის წევრი, მაგრამ ვარ მუსიკოსი, რომელსაც მომღერალი, რომელსაც მჭირდება სოლო კონცერტი. მე შემიძლია მოვიდე თქვენთან და სტეფანისთან და რაღაცნაირად ვითხოვო ვიქირაო. თუ აი რაღაცნაირად შემიძლია თუ არა ამ ჯგუფის დამოუკიდებლად თქვენგან გამოყენება. დამოუკიდებლად ჩვენგან ანუ რას გულისხმობთ? თქვენ ხავართ ვერ გამოიყენოთ. არა, თქვენ არის რაც შეეხება რომ ჩვენ არ ვიყოთ ეს ჯგუფი გამოიყენო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ რა თქმა უნდა ამის უბრალოდ რაღაც მოხდება გრაფიკში ჩაჯდომა, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ამ კონცერტთან დაკავშირებით ძალიან დიდი მოთხოვნილება, ძალიან ბევრ ადგილას გვაქვს და ამ ყველაფრის განახლება ხდება, იმიტომ რომ თქვა ბერიკონში რაც იყო, ხო, მაგალითად აქ სიმღერაში უკვე სხვა რაღაცეები ხდება, ეს სხვა ვარიანტი და ანუ სარეპეტიციო დრო. ამიტომ ხო, რაც შეეხება სარეპეტიციო დროს, ну რა თქმა უნდა თანხებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი და პრინციპში ჩვენ შეგვიძლია პროექტი ისევ და ისევ შევკრათ. ამას მე უნდა გეკითხებით, რომ ბევრი ისეთი საკმაოდ ცნობილი მომღერალი ფონოგრამაზე სიმღერას აბრალებს მხოლოდ იმას, რომ არ არსებობს ბენდი, რომელიც დადგება და ცოცხლად დაუკრავს. აი როგორც იქნა გაშლა Art Forum-ი. ჩვენ ვაჩვენებთ ეს ბერიკონში და ვაჩვენებთ 9-შიც, რომ დამაკმაყოფილებელი მე არ ვიტყვი, რომ ეს არის სუპერ და ეს არის სიმფონიური ორკესტრის და კამერული ორკესტრების ხილაობა თქვენ ცით რა თანხებთან არის დაკავშირებული და ასეთივე სიძვირე იქნება თუ არა Art Forum-თან დაკავშირებით, მე რა თქმა უნდა არ გეკითხებით. სხვათა შორის რო გავითვალოთ, ხო, პრინციპში ის რაც ჯდებოდა სიმღერა, ორი სიმღერის ფასია ის რომ სოლო კონცერტი ჩაატარო, ფაქტიურად ესე გამოდის რა, 2-3 სიმღერის ფასია რომ კარგი სოლო კონცერტი ცოცხლად ჩაატარო და მე მგონი იმისთვის რომ ერთხელ მაინც აჩვენო თავი რომ შენ ცოცხალი შემსრულებელი ხარ და ძალიან ბევრია ჩვენთან პრინციპში ის ვისაც აბრალებენ რომ ფონოგრამაზე მღერის და პოპ მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი და მართლა კარგი შემსრულებელია, ყველა შეუძლია ამის გაკეთება და უღირს მე ვთვლი რომ იმისთვის გადაიხადოს რაღაც თანხა და ცოცხალი ჯგუფი ყავდეს და ცოცხალი კონცერტი ჩაატაროს, იმიტომ რომ პრინციპში ის საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ არ არსებობს ჯგუფი და არ არის ხალხი და ვერ უკრავს და რაღაცა ეს არ არის სწორი მიმართვა, ეს არ არის გამართლება თავის ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეხლა მე არ ვიცახე რომ მართლა სუპერ და რაღაც სასწაული ჯგუფი ყავს ჩვენ, თუმცა ის მართლა დამაკმაყოფილებელია დღევანდელი რეალობისთვის საქართველოში რა. ასე რომ პრობლემა არავის არ აქვს, უბრალოდ ჩვენთან რა არის ძალიან სუსტრაფი ხალხი ვართ ქართველები, გაიგე, ყოველთვის რაღაც უახლოეს მომავალში ვინ აი ხვალ მინდა, აი ხვალ დღეს მოვა და გეტყვის, აი ხვალ მინდა კონცერტი ჩავატარო და როგორ ისე არ ხდება, ეს გეგმაში უნდა ჩაიგოს 6 თვის წინ, 6 თვით ადრე, და თან გამომდინარე მოხდება გრაფიკში ჩაჯდომა, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს რაღაც გასტროლების სახით დაგეგმარება და კონცერტები და ფიზიკურად ამ ეტაპზე ჩვენ შეიძლება ვერავის ვერ დაუმზადოთ, ხო, აქედან გამომდინარე. მაგრამ თუ ჩვენ ეხლა გვეცოდინება რომ ვიღაცას წინა საახალწლო დღეებში ან რაღაც შემოდგომაზე ვიღაცას სურვილი ექნება რომ ჩაატაროს, და პრობლემა არანაირი არ აქვს მართლა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დროები, ჩვენ გამოყოფილი ვართ რომ მუსიკოსები არის უნიჭერესი ხალხი და ძალიან შრომები, სხვათა შორის ბევრ მომღერალთან განსხვავებით, მომღერლებთან განსხვავებით, ასე რომ მომღერლები მაინც უფრო ესეთები არიან ზარმაცები, ესენი მუსიკოსები არიან, მათ უფრო დააკრევენ, ისინი კარგი სერიოზული ხალხია და აბსოლუტურად არ ამბიციური და იმიტომ მიყვარს, იმიტომაც როგორც ძალიან კარგი კონცერტი გველოდება 9-ში 16 რაუნდში, ანუ მე მოგიწოდებ ყველას რომ მოგდანდეთ, რომელ საათზე იწყება კონცერტი? კონცერტი ალბათ გაინიშნება 8-ზე, ანუ 9-ზე, 9 საათის შემდეგ დაიწყება კონცერტი, დიდი ხანი ნამდვილად არ ვალოდინებ ხალხს, იმიტომ რომ ესე იყო ბერიკონშიც, რომ ჩვენ ზუსტად დავიწყეთ 10 საათზე. რომელსაც ალბათ უნდა მივეშიოთ და მივეშიოთ აუცილებლად, ამიტომ ახაც ესე მოხდება 9-ზე და თუ დაინიშნება ჩვენ თუ 9-ზე არ დავიწყეთ, იქნებ მაინც არ დავაკვიანებთ, იმიტომ რომ ზოგი ვერ ასწრებს მოსვლას, შეგვეცილია ბილეთები რაღაცა და ნუ ძალიან ისეთი სიტუაციაა, რომ ძალიან საწყენია და მივაჩვიოთ ცოტა და ასე და დიდი ხანი მაინც არ დავაკვირდით. მე ძალიან დიდ მადლობას გითხრით, რომ მომიწვიეთ თქვენთან გადაცემაში და წინასწარ ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც კონცერტზე მოვა, იმიტომ რომ
რაღაც მე ვფიქრობ ძალიან ისე ამოვნებს და რაღაც სიახლე იქნება და კარგი იქნება და ძალიან კარგად დავახსოვს. დიდი მადლობა, მე გემშვიდობები თქვენს და აქვე დავამშვიდობები მაყურებელს, რა თქმა უნდა, ზუსტად 1 კვირით კვირამდე. კარგად.